რას კარგავს ხო მაყურებელი? ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ პოლიტპატიმრების სიტყვები და მათი გამოსვლები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ემოციურად შენ დაიჯერო მათი, როდესაც უსმენ და ძალიან მარტივია ამისი დაჯერება, ეს რაღაცნაირად შინაგანი სოლიდარობის აღძვრისთვის ჩემი აზრით და მეორე მხრივ რას პუბლიკა აკეთებს მუდმივად სრულმოწმების გამოვლენის პირობებში, ხო? კი, ვთქვით, რომ ეხლა გაუმართლა პუბლიკას რაღაც ეს ფოტოები ქონდათ, მაგრამ ამის შემდეგ ამსახების დამახსოვრება სასამართლოს ეზოს გარეთ იმდენად წარმოუდგენელია, რომ სასამართლოს სხდომის დარბაზთანვე ხვდებიან ხოლმე ამ ადამიანებს სხვა პოლიციელები, რომ გაიტაცონ უბრალოდ და ჟურნალისტებთან მათ საუბარი ვერ შეძლონ. ერთი ეს იქნება და მეორე თვითონ ალბათ პოლიტპატიმრებშიც რაღაცნაირად აი ამ უიმედობის განცდას აღძრავს მე მაგ მომენტის ყველაზე მეტად მეშინია, იმიტომ რომ მათთვის ხა მინდიას დანახვა ხოლმე და ტელევიზიების დანახვა ცალკე სხვანაირი იმედის მომცემი ამბავი არის და რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი, ბოლო პროცესებზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა უშუალოდ სრულმოწმეების ტყუილები, მოდი ძალიან მარტივად რა ვთქვათ რა, მაგალითად ერთ-ერთმა პოლიციელმა ვერ იცნო დაკავებული, რომელზეც ამტკიცებდა რომ დააკავა სულ სხვა პოლიტპატიმარზე მიუთითა და მეორე შემთხვევა იყო დარბაზში არ იყო ის ადამიანი და სულ სხვა პოლიტპატიმარზე უთითებდა და მეორე მხრივ ეს გიორგი ახობაძის პროცესები ხოლმე კიდევ ძალიან ისეთი გამოკვეთილად ხო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმდენად მკაფიოდ ცდება უკვე ყველა პოლიციელის ნათქვამი ერთმანეთის ლოგიკასაც და ამასთანავე კიდე ერთ-ერთ პროცესზე მახსოვს ადვოკატი ეკითხებოდა რაღაცას, რომ კონკრეტულ პოლიტპატიმარზე იცოდა თუ არა იქამდე რომ დაკავებული იყო და ზუსტად 10 წუთში გადათქვა და წამოწდა რომ იცოდა რომ დაკავებული იყო. ან ჩემი აზრით აი ბოლო პერიოდში იმდენად მკაფიო იყო მათი ტყუილები, რომ უბრალოდ მოსამართლებისთვის იყო ეს უდიდესი დისკომფორტი. ანუ ეტყობოდათ სახეებზეც, ემოციებზეც, იქ მქცევებზეც და ჩემ დიდი ეჭვი არის, რომ ეს არის მოსამართლების მიერ დაწყებული. იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, ეს ადამიანები საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, სადაც მათედევიძეს ამხელა რაღაცა სასჯელი მისცა ნინო გალუსტაშვილმა, კარგად ვიცით რა თქმა უნდა, წინასწარ ესეთ გულუბრყოლოებიც არ ვართ, მაგრამ არ უნდათ რომ მათი სახელები ბოლომდე შეილახოს. ეს არის ჩემი ვერსია და მგონია რომ სწორდაც რომ მოსამართლების დაწყებული ამბავი არის ეს ყველაფერი.